ხშირად მეკითხებიან ხოლმე ასტროლოგიურ უკაში როგორი წინააღმდეგობით ახსავსე ინფორმაციები არისო და როგორ შეგვიძლია ეს გავიგოთ რას გულისხმობსო, ხო? როცა აქეთ ხასიათი ესეთი არის და მერე სხვა პლანეტების სხვა ასპექტები აჩვენებენ რადიკალურად საპირისპირო თვისებებს და ხასიათს. და როგორ შეგვიძლია ეს გავიგოთ, ხო, რაში არის აქ საქმე? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი სფერო, თავისი გარემო, თავისი სახლების სისტემა არის, იქ არის ენერგიები, რომელიც განსაზღვრავს ყოველი პლანეტა დამოუკიდებლად. როდესაც ერთი პლანეტა მეორესთან არის ასპექტში, ან ერთი დახასიათება, მაგალითად, მთვარე არის თხის რგაში, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი არის ასეთ სტრუქტურირებული, ცივი, რაღაცა და იქ ვენერა ჩდება თევზებში და ადამიანი არის ძალიან გულმოწყალე, ძალიან ფანტაზიური, ან აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკა, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში არის ერთმანეთთან, ეს ნიშნავს, რომ ემოციური სტრუქტურა ჩვენი დედასთან ურთიერთობა, ქალური ენერგია, ან ემოციური კომფორტული გარემო, ეს არის ნიშნის დამახასიათებელი. ვენერა არის უკვე ჩვენი სურვილების საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგალითად, ჩვენი ფინანსური რესურსების სიტყვაზე, ხო, ჩვენი სიამოვნების მიღება, როგორ შეგვიძლია დავტკბეთ ცხოვრებით, როგორ შეგვიძლია სიყვარული სითბო გამოვაბინოთ გარშემო, ხო? ქალური ენერგია არის, ესეც ოღონდ პასიური ქალური ენერგია. ანუ სტრუქტურულად საერთოდ სხვადასხვა არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველად როცა ასტროლოგიას სწავლობთ, მაგალითად, ხო? საბოლოო ჯამში ასტროლოგიის სწავლით ჩვენ თავს სწავლობთ. რომ მაშინ ვიწყებთ დაფიქრებას, რომ ემოცია სად არის? განსხვავებას, რომ იქ სიამოვნება და ეს გემოები თუნდაც ვენერა არის, ეს სილამაზის აღქმა როგორი არის და საერთოდ სხვადასხვა სტრუქტურა არის. მარსის ენერგია აბსოლუტურად სხვა ენერგია არის, ხო, ეს არის ჩვენი შინაგანი აგრესიულობა, შინაგანი мотиваცია, რომ აი ხა ვდგები და რაღაცას გავაკეთებ, ან როგორ დავიცავმე თავს, მაგალითად, ხო, როგორ შემიძლია აი ენერგიის, შინაგანი ენერგიის გამოხატვა, ხო, გარემოს. ახლა ვენერა არ არის ენერგია, ხო? აგიხსნათ არქეტიპულად. ვენერას ენერგია შეიძლება იყოს აი ლამაზად, რომ ლამას სერვისში ყავას სვამთ, ლამას გარემოში და ვსაუბრობთ ხელოვნებაზე სიტყვაზე. და მარსი ეს არის, როდესაც ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს ან სროლაში, მაგალითად, შვილის ან ფეხბურთში, ან აი თამაშებში ეს აგრესია, აქტიურობა, კონკურენცია არის, ხო, საჭირო სიტყვაზე, ხო? აბსოლუტურად სხვა სფეროები არის. ეს ძალიან მარტივად რო აგიხსნათ. ამიტომ არ არის ის, რომ რაღაც იწინააღმდეგება ჩვენში მეორე ინფორმაციას, ხო? არ არის ესე, უბრალოდ აქ არის სხვადასხვა სფეროები,